ილიამ ჯასტინს მაგრად ატკინა. 2 წუთი დარჩა. მეორე რაუნდის დასრულებამდე 2 წუთია დარჩენილი და ჯასტინი ნატკენია. ისევ ღვიძლში, ისევ კორპუსში. ილია ანადგურებს კორპუსში დარტყმებით, მძლავრი მარცხენა ჰუკი ისევ კორპუსში. დააგდო. ილიამ გეიჯი ღვიძლში მორტყმით ძირს დააგდო და ზემოდან მოექცა. წამოდგომის საშუალება არ მისცა, ზემოდან დააწვა. გვერდითი კონტროლი აიღო და რაუნდის დასრულებამდე 2 წუთით ადრე მაუნტში მოექცა. ახლა armbar-ის გაკეთებას ცდილობს. წუთი და 40 წამირჩება და armbar-ზე მიდის. ვფიქრობ ილიას შეეძლო ფეხზე დამდგარიყო. ეიძულებინა ჯასტინისთვის წამომდგარიყო. ნაცვლად იმისა, რომ ძირს დარჩენილიყო და უბრალოდ მუშტები დაიდაყვები ერთხა. ახლა ზემოდან სამკუთხედის გაკეთებას ცდილობს. ჩემი ვარაუდით ჯასტინი 95%-ით, ალბათ 96-ით ან 96.3%-ითაც კი გათიშული ჰყავდა მეორე რაუნდში. ახლა კი უბრალოდ აღდგენის საშუალებას აძლევს, იმის მაგივრად რომ წელზე გამართულიყო და ისე ეცემა. ეს ბიჭი არასდროს ნებდება. ილია ისევ გვერდით კონტროლშია. იმ დარტყმას ღვიძლში, რომელიც მეორე რაუნდში მიიღო, გარანტიას გაძლევთ ახლაც გრძნობს. ჯასტინს პრესკონფერენციაზე არც კი ეტყობოდა რომ იჩხუბა. ტიპი უბრალოდ იჯდა და ინსტაგრამზე თავის ვიდეოებს სკროლავდა. ილიამ ამდენი ზიანი მიიღოს და მეოთხე რაუნდში მაინც ასე მაგრად მოძრაობდეს, ესე იგი საოცარ ფიზიკურ ფორმაში ყოფილა. ღმერთო ჩემო, წარმოიდგინე მისი კუთხე ხარ და ამის ყურება გიწევს, თან თეთრ სახლში ჩხუბობ. ურთულესი გადაწყვეტილებაა ბრძოლის გაჩერება. იმიტომ რომ ჯერ კიდევ ნორმალურად დგას, ჯერ კიდევ შეუძლია ნებისმიერის ნოკაუტში გაგზავნა. რაღაც მხრივ ეს უფრო დიდი მოულოდნელობა იყო ვიდრე სტრიკლენდის და ხამზატის ჩხუბი. ბრძოლების მერე უცნაური შეგრძნებაა ხოლმე, აი მაგალითად ჩემი და ალჯოს ჩხუბიც ხომ დიდი სენსაცია იყო, მერე უყურებ და ნელ-ნელა გავიწყება, მაგრამ ამის დავიწყება ძალიან რთული იქნება. ეს უბრალოდ სიგიჟეა. არა, რევანში აღარ იქნებაო, კეიჯი მთქვა. არა, მადლობა იყოსო. ვეთანხმები კიდეც. თქვა რომ კარიერას ასრულებს, ჩხუბებს აღარ აპირებს. ზუსტად არ იცის მიდის თუ არა, მაგრამ დაბრუნებაზე აღარ საუბრობს. აღარაფერზე ლაპარაკობს. მაგრამ არ მგონია რომ დაბრუნდეს. თან რატომ უნდა დათანხმდეს? შენ ხომ მსოფლიოს უძლიერესი მებრძოლი დაამარცხე. რომ მოიგო, გამოვიდოდა რომ 4 ლეგენდა, დიდების დარბაზის 4 წევრი გათიშა ზედიზედ, 4 სატიტულო ბრძოლაში, ასეთი რამ ჯერ არავის გაუკეთებია. ის სამი ნოკაუტიც კი რაც წარსულში უკვე გააკეთა ლეგენდარულია, მაგრამ ეს სხვა მასშტაბის შანსი იყო. მეც ზუსტად ეგრე ვგრძნობდი თავს სფეროში ჩხუბის დროს, იქ რომ მომეგო ხომ საერთოდ სიგიჟე იქნებოდა, მაგრამ ვერ შევძელი, თუმცა ეს კიდევ უფრო მასშტაბური მომენტი იყო. თან ახლა რიჩარდ მილთან კონტრაქტი გააფორმა. პირადი პრობლემებიც აქვს. ეგ ბიჭი ახლა ალბათ ძალიან განიცდის, მესმის მისი, მართლა გულით მესმის. ძალიან მწუხვარ მის გამო, რადგან ალბათ ახლა ურთულეს ემოციურ პერიოდს გადის. მართლა მძიმეა, მაგრამ ვფიქრობ დაბრუნდება. მგონია რომ იმაზე უკეთესი დაბრუნდება ვიდრე ოდესმე ყოფილა. მომავალ წელსაც ისევ ვნახავთ და ვიღაცას აუცილებლად გაანადგურებს. მისი სკილები უმაღლეს დონეზეა. ფსიქოლოგიურადაც საკმარისად ძლიერი უნდა იყოს, რომ ეს გადალახოს. ჯერა რომ დაბრუნდება, ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და დასამტკიცებელიც ბევრი აქვს.